და სულისაწმინდისა და დღეს საკითხული სახარების შინაარსი იყო, რომ ღმერთმა განკურნა განღვეული ეს განღვეული კიდე რას ქვია ადამიანი, რომელიც ვერ მოძრაობდა და მოიყვანა 4 ადამიანმა საკაცი და ღმერთმა თქვა, რომ თქვენი იმ 4 ადამიანის საწუნების გამო განკურნა განღვეული და ასევე ჩვენს შვილი იქნება თუ ძმა იქნება თუ სხვა ვისაც უჭერსას ქვია ხარ რა ხდება გული გვიკვდება რომ ადამიანები ლოთობიდებიან, წამლიდებიან და ჩვენ უნდა ვილოცოთ გულით, სულით ეს მეუღლე იქნება თუ მშობელი იქნება თუ ძმა იქნება თუ და იქნება ვინც დამოკიდებულია სასმაზე, წამაზე და როგორი წამლებია ხა რომლის გამო თავს იგლავენ როგორი წამლებია, რომლის გამო ადამიანი ეჭვიანები ხდებიან და საერთოდ ძირი რა არის? აი ნათქვამია სასმელი ახარებს გულსა კაცისასა. მაგრამ თვითონ ეს სასმელი ახლა მე ხო ოჯახებთან მაგ შეხება 99 წლიდან ახსენებს ვხებულობ, რამდენი ოჯახებია რომ ინგრევა, ყველობები ხდება, ესე იგი, ლოთობის გამო. სასმელის დალება კარგია, მაგრამ ზოგს ცუდი ხასიათი აქვს. ოჯახი იქნება თუ სხვა და თუ იცი რომ ცუდი ხასიათი გაქვს, უნდა შეებრძოლო. საერთოდ არ უნდა დალიო, საერთოდ მე ყველას ურჩევ, ვისაც ცუდი ხასიათი გაქვს, საერთოდ არ დალიოთ, უფრო ადვილია, მეტი ეჭიქა დალიოთ და თავი შეიგავო. ჩვენ კიდევ უნდა ვილოცოთ ასეთი ადამიანებისთვის და საერთოდ ძირი რა არის? ნარგოდამოკიდებულების ძირი არის ადამიანს უნდა სიხარული და ეს სიხარული რო აგლია. მე ფიქრობს კი არა ხებულობს ამ სიხარულს ნარკოტიკებით, სასმელით, მაგრამ ვინც იწყებთ ახლა ნახეთ ვინც 10 წელია, 15 და 20 წელია დამოკიდებულია რაზგვანან ისინი. ამიტომ იმათო შეხედავთ, იმათო დაელაპარაკებით. არც არ მოგიდებათ შეხება ნარკოტიკებთან. სასმელი გიდალიეთ, მაგრამ სვამიერად და თუ არ გერგებათ ის, ზოგს არ ერგება ეს სამიჭიქაც. მაშინ რა გაჭირვება საერთოდ არ დალიო. და იმ მშობლებს კიდე მიმართავ, ვინც გადართულია იმაზე, რომ თავის შვილებს მისცენ ცოდნა, მაგრამ აზრუნავენ იმაზე, რომ ბავშვები რაღაცაში მოიხმარონ, აი ცირიწოვანი ეს 6 კი არა 8, 11, 12 წლის რომ ბავშვი ის თუ არ მიაჩვიე რაღაცაში დაგეხმაროს, ის თუ არ მიაჩვიე იმაში, რომ აი მოწყალების გაცემაში მონაწილეობა მიიღოს. ეს თუ გაიზრდება თამოყვარეობით მაშინ შეიძლება აზიარო კიდეს მრევლი იყოს კიდეც შენი შვილი მაგრამ არ იყოს განათლებული რას ქვია მეთი არ იყოს მაშინ განათლება ხდება მარტო ქრისტესგან და ხშირად ვამბობ რომ ლენინს ცოდნა ჰქონდა ბიბლიისა მაგრამ ისიც თავი იყო ლენინი ღმერთის უარყოფის ასევე მე წაკითხული მაქსა ესე იგი ეს ოხუმში ვიყავი და იყო არის ასე სახალისო სახარება ესე ყოველწლიანადებას დასცინის რეანი და ტაქსილი და რატო იმიტომ რომ ერთია ცოდნა და მეორეა რომ ესე იგი ვერ შემოდის ადამიანებში ლენი იქნება თუ რეანი თუ ტაქსილი ათეისტები რო ქვიათ ზოგი მორწმუნეა მაგრამ გაბოროტებულია ღმერთზე იმიტომ რომ მშობლას უშლის და ესე იგი ცოდვილ ცხოვრებას უშლის და ბროტდება ან ზოგი იმიტომ ბროდება რომ სული არ უსულდება მაგრამ რა ვიზდება ადამიანებს რომ მშობელმა ზოგს ესე იგი უყიდა თავის შვილს მატაციგლეტია მანქანა და ის შვილი ვერ დაიცვალა ზოგი შვილი მილიონერი გახდა მილიონერი შვილი და მათ თავი მოიკლა ამიტომ შენ უნდა იცოდე რომ სული თუ არ გესულდება გამდიდრებაში სიყვარულში უნდა იცოდე რომ ღმერთმა უკეთეს ვისთან იქნები ბედნიერი და უნდა გაბროდე შენ უნდა იცოდე რომ ღმერთს უფრო უყვარს შენი შვილი ან შენ საკუთარი თავი ვიდრე შენ გიყვარს შენი თავი შევდეს უნდა გვასწორდეს თუ რა ფასად გაიღო 60-ის კარები და ღმერთმა უკეთეს რა ჩვენთვის უკეთესი და ღმერთმა მოგწეს მეტი რწმენა იმას ქვია ცოცხალი რწმენა ჩვენთან არის ღმერთი